თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბაჩიაშვილის ადვოკატების თქმით, მიზეზად ლოჯისტიკური საკითხი დასახელდა, რომლის თანახმად ბრალდებულმა სასამართლო პროცესებზე გამოცხადება უფრო მარტივად უნდა შეძლოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადვოკატი ლევან მგალობლიშვილი ადგილზე მივიდა, თუმცა იქ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დახვდა. ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ისინი გენერალურ პროკურატურას დღეს ელექტრონული წესით მიმართავენ. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა 29 მაისს საკუთარ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ უცხო ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით 24 მაისს გაიტაცეს. თვალები აუხვიეს და 2 დღის შემდეგ აირძენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილის დაკავების სხვა ვერსიაზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანდრე ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შესახებაც 26 მაისს ანონიმური შეტყობინებით გაიგეს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ფინანსის ოლიგარქის ბიტკოინების მითვისების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ აღძრულია 2 სისხლის სამართლის საქმე. ერთი საზღვრის უკანონო კვეთას, მეორე კი ეგრეთ წოდებულ მტკვარი ჰეს შეეხება. ბაჩიაშვილმა ქვეყანა ბიტკოინების საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მალულად დატოვა სუსმაკი. მისი დაკავებისა და საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა.